მე ვარ ლადო კუხიანიძე, 16 წლის, ვარ პროფესიონალური ავტომობილელი. გიორგი ბეჟიტაშვილი, პროფესიონალი ავტომობილელი. გამარჯობა, მე ვარ სანდრო ქაჯაია, ავტომობილელი. ვარ 18 წლის და ორგზის საქართველოს ჩემპიონი კარტინგებში. ეხლა დავიწყე ძალიან ავტომობილების მონაწილეობის მიღება. შარშან პირველ სეზონზე დავაფინიშე მესამე საერთო ჩათვლაში. წელს ჯერჯერობით კარგად ვარ, იმიტომ რომ მანქანის პრობლემა მაიჩინა თავი ბევრმა, მაგრამ არა უშავს ვიბრძოლით ფაინს ბოლომდე და შევეცდები რომ ესეც მოვიგო. კვალიფიკაცია არც ისე კარგი იყო, იმიტომ რომ მეც შეცდომები დაუშვი და მანქანას არ არის ფლატსპორტში, მაგრამ ვფიქრობ, რომ რეალური არის, რომ გონგაში სამოვშევით. სრულად რეალური. ეს თუ არ ვწლები კიდე ერთი კონკურენტი ხავს განსაკუთრებული. ბიძაჩემი? კი. სისხლის შოუსაც ერთად დავდივართ, სულ ერთ იგივე დროები გვაქვს და სულ ერთ პელეტონში გვიწევს სიარული. კვალიფიკაციით შეიძლება ითქვას, რომ ვერ ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ დროს რაც ითვლის, ეგრეთ წოდებული ლაპტაიმერი, მე მგონი ჩემ მანქანაში გაფუჭდა, დრო არ დაითვალა და შესაბამისად შეიძლება ბოლო ადგილიდან ავიღო სტარტი. მაგის გამო არ ვიცი მსაჯების გადაწყვეტილებას ველოდები რა და როგორ იქნება. რალი ძალიან მაგარია და ძალიან რთულია. ალბათ მე მაინც ფორმულა 1-ს ვივლიდი, მაგრამ რალი მე ვფიქრობ ყველაზე რთული მაინც რალია. დღეს მაინც ძალიან კარგად არ მიდის სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს. კვალიფიკაციაზე გქონდა მე 6-ე დრო. არც არაა ძალიან კაი შედეგი, მაგრამ ცუდიც არა. როგორ მოვხვდი და გეცოდინებათ ალბათ მამაჩემი, დათა ქაჯაია, 4x ევროპის ჩემპიონია ძალიან ავტომობილებში. აქან გამომდინარე, მეც როცა ვიზრდებოდი, სულ მის შემხედვარე ძალიან მომეწონა ეს სპორტი და მომინდა რომ მეც რაღაც წვლილი შემეტანა ავტოსპორტის განვითარებაში. It's lights out and away we go. ჩემპიონობისთვის ვიბრძვი, საქართველოს ჩემპიონატში ვლიდერობ, ჯერჯერობით პირველ ადგილზე ვარ. ნახოთ რა იქნება სეზონის ბოლოს, მაგრამ ეხლა მინდა რომ პირველი ადგილი დავიკავო. სამეულისთვის, რადგან ჩემპიონატ ჩამწავს მე-5-ზე ვარ ამ მომენტისთვის და მინდა რომ წინა ვიწიო. რა თქმა უნდა გამარჯვებისთვის. იმისთვის ვარ მოსული რომ მოვიგო. ფიქრობდი რომ სამეული ცოტა გამიჭირდებოდა, იმიტომ მანქანა წინარ ბოლიშმე და დაზიანებული იყო. მე-5 ადგილიდან ავიღე სტარტი, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, პირველ ადგილს არ ველოდებოდი, მაგრამ ისე დაალაგდა, ისე გამოვიდა, რომ შევძელი და გამარჯვება მოვიპოვე. რისთვისაც ძალიან გახარებული ვარ. დიდ მადლობას მოვუხდი ჩემს სპონსორებს გვერდში დგომისთვის. ჩემპიონატში ლიდერობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა, ესე ვთქვათ და რავი, შევეცდები შემდეგი ბოლებიც მოვიდა.